ოცნების პრეზიდენტმა მიხეილ ყავალაშვილმა ქართული ოცნების პარლამენტის მიერ ბოლო დღეებში დაჩქარებული წესით მიღებულ რეპრესიულ კანონებს ინაუგურაციის დღესვე მოაწერა ხელი. ცვლილებები ეხება საქართველოს კანონს საჯარო სამსახურის შესახებ, კანონს შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ, პოლიციის შესახებ, კანონს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს და საარჩევნო კოდექსს. ყავალაშვილის მიერ ხელმოწერილი კანონების ნაწილში მითითებულია, რომ ისინი ხელმოწერისთანავე შედის ძალაში, ნაწილისთვის კი სხვადასხვა პერიოდია განსაზღვრული. დღეიდან უკვე ძალაშია შემდეგი ცვლილებები. 2024 წლის 30 დეკემბრიდან იკრძალება შეკრება მანიფესტაციის დროს პიროტექნიკური ნაწარმის და ლაზერის გამოყენება. ჯარიმა 2000 ლარი, სახის ნიღბითა ნებისმიერი სხვა საშუალებით დაფარვა. ისჯება 2000 ლარიანი ჯარიმით. სატრანსპორტო საშუალებებით ორგანიზებულად გზის გადაკეტვა ან ჯგუფურ მოძრაობაში მონაწილეობა, როდესაც გზის სავალი ნაწილი სრულად არის დაკავებული, ჯარიმდება 1000 ლარი და მართვის უფლების 1 წლის ჩამორთმებით ისჯება. საპროტესტო სტენსილის, წარწერის, პლაკატის უნებართვოდ განთავსება, ქალაქის იერსახის დაზიანებისთვის ჯარიმდება 1000 ლარით, ნაცვლად აქამდე მოქმედი 50 ლარიანი ჯარიმისა. განმეორებით დაჯარიმება 2000 და 3000 ლარიან ჯარიმას უდრის. შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში დადგენილი ფორმის ან მასთან მიმსგავსებული ატრიბუტიკის უკანონოდ ტარება 2000 ლარით ჯარიმდება. გზის გადაკეტვისას თუ პოლიციამ ჩათვალა, რომ გადასაკეთად საკმარისი რაოდენობის დემონსტრანტი არ ყოფილა, გაზრდილია ადმინისტრაციული ჯარიმები 5000 ლარი, ნაცვლად 500-ისა მონაწილეობისათვის, ხოლო ორგანიზებისათვის 15000 ლარი. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საქართველოს საარჩევნო კოდექსში შესულ ცვლილებებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და კანონ პროექტების ნაწილის შინაარსს განმარტავს. ორგანიზაციის შეფასებით დაჩქარებული წესით განხილული და მიღებული საკანონმდებლო ცვლილებებით თვითგამოცხადებული პარლამენტი მორიგჯერზე ცდილობს საარჩევნო კანონმდებლობა ვიწრო პარტიულ ინტერესებს მოარგოს, რის მიზანსაც საია შეფასებითვე 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში არაკეთილსინდისიერი უპირატესობის შექმნა წარმოადგენს. საჯარო სამსახურის შესახებ კანონში შესული ცვლილებების თანახმად საჯარო დაწესებულებებში რეორგანიზაცია მარტივდება. მესამე სექტორის შეფასებით ცვლილებებით არსებული საკანონმდებლო წესრიგი უარესდება და ის საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის სულისკვეთებას ეწინააღმდეგება. ერთ-ერთი ცვლილება საჯარო დაწესებულებების პირველადი სტრუქტურული ერთეულებისა და შუარგოლის მოხელეების დანიშვნას ეხება. შუარგოლის მენეჯერულ პოზიციებზე დანიშვნის გადაწყვეტილებას კონკურსის გარეშე ხელმძღვანელი მიიღებს. ამრიგად მათზე აღარ გავრცელდება მოხელისათვის გათვალისწინებული მოთხოვნები, მათ შორის სახელმწიფო ენის ცოდნა და მოხელის სერტიფიკატი. ფაქტიურად მთლიანად დაუცველს ტოვებს საჯარო სამსახურს ამ ასე ვთქვათ რეპრესიული რეჟიმის მიმართ. თუმცა ეს ყველაფერი ამ ყველაფერმა არ უნდა შეგვაშინოს, იმიტომ რომ ჩვენ რო ფაქტიურად ვცხოვრობ დიქტატურის პირობებში, ეს ჩვენივრად ვიცით, უბრალოდ საქართველოს მოქალაქეები არ აძლევენ ამ რეჟიმს საშუალებას, რომ ფრთები გაშალოს და საბოლოოდ მოსპოს საქართველოში დემოკრატია. ამაზე მეტყველებს ხალხის ჯიუტი, გამოსვლები და პერმანენტული გამოსვლები დღისით, ღამით და ყოველთვის და ეს გაგრძელდება და საბოლოო ჯამში ეს რეჟიმი აუცილებლად ჩამოიშლება. თუნდაც იმის გამო, რომ საჯარო სამსახურში ბოლოს და ბოლოს მიხვდებიან, რომ ან დაემორჩილებიან მონურად ამ რეჟიმს, რომელიც ნებისმიერ შემთხვევაში მაინც გააგდებს მათ სამსახურიდან, ან ეხლავე შეუერთდებიან სახალხო პროტესტს და ფაქტიურად შეუძლებელს გახდიან ამ რეჟიმის მუშაობა. ყავალაშვილის მიერ შემზღუდავი კანონების ხელმოწერას ძალადობისა და რეპრესიების ახალ ტალღად აფასებს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ახალი კანონები ზღუდავს შეკრების თავისუფლებას და ქართულ ოცნებას საჯარო სამსახურებში წმენდის უფლებას აძლევს. ოპოზიციის შეფასებით რეპრესიული ინსტრუმენტების შექმნა უკვე საკანონმდებლო დონეზე ხდება. მათი თქმით, მსგავსი ტიპის პრაქტიკა აქვს სხვა ავტორიტარულ რეჟიმებსაც. თუმცა ოპოზიციის შეფასებით ეს იქნება ყველაზე მოკლევადიანი კანონები, რომლებიც ამ ქვეყანაში ამოქმედდება. ოცნების პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე კი ამტკიცებს, რომ კანონები, რომლებსაც ხელი ყავალაშვილმა მოაწერა, რეპრესიული არ არის. კობახიძე ირწმუნება, რომ მომიტინგეებისთვის სახის დაფარვის აკრძალვა კანონზომიერი იყო. ამ ხელაში და საგარეო პოლიტიკურ ზეწოლა არის და პოლიტიკური კრიზისი შედის ეტაპობრივად პიკში, ბუნებრივია სისტემა ცდილობს, რომ მეტი და მეტი მექანიზმი შექმნას თვითგადარჩენისათვის. ეს ბრძოლა ყველას აქვს გააზრებული, რომ ეხლა ამ ბრძოლის წაგება ნიშნავს ქვეყნის დატოვებას ფაქტობრივად ოკუპანტ სახელმწიფოს წინაშე დაუცველად და მოწყვლადად და აბსოლუტურად ყველანაირი უსაფრთხოების გარანტიების გარეშე. ამიტომ ამ შიში არავის არ აქვს. იმ საზოგადოებას არ ეთხოვა, რომელიც ქუჩებში დგას და თბილისში იქნება ეს თუ სხვა ქალაქებში, ნამდვილად არ აქვს ხა იმისი შიში, რომ რაღაცა შეიძლება რეპრესიული რაღა უნდა ამოქმედონ უფრო მეტად, როცა ადამიანებს პირდაპირ სცემდნენ წამების ტოლფასი ქმედებები ჩაიდინეს და ეს ჩემი შეფასება არ არის საერთაშორისო შეფასებაა და სახალხო დამცველი შეფასებაა. ამან ვერ შეაშინა ეს ადამიანები. ბუნებრივია კანონის ძალით ამ შიშს ვერ გაამძაფრებენ. სისულელეა ესენი, ყველაფერი არის აბსურდი. ამით უნდა ხალხი დააშინონ, პირმებით პირიქით, არ არის ახლა ნიჰილიზმის დრო.
წოდა დარჩა ამ ხელისუფლებას, კანონებსაც გამოვასწორებთ, ქვეყანასაც გამოვასწორებთ და ყველაფერი კარგად იქნება. ამას რა რეპრესიულს უწოდებთ, თავისთავად ჩანს, რომ თქვენ გაქვთ სუბიექტური ინტერესი ამასთან დაკავშირებით. არაფერი რეპრესიული ამაში არ არის. ჩვენი მიზანია დანაშაულის პრევენცია. მათ შორის შეკრების მონაწილეთა მხრიდან, კონტრშეკრების მონაწილეთა მხრიდან, ამას რა რეპრესიულს უწოდებთ, ეს ნიშნავს იმას, რომ თქვენ გაქვთ სუბიექტური ინტერესი ადამიანებმა ჩაიდინონ მეტი დანაშაული. ჩვენი სუბიექტური ინტერესია ადამიანებმა არ ჩაიდინონ დანაშაული. ყველა საკანონმდებლო ცვლილება მასშტაბური პროტესტის ფონზე ოცნების პარლამენტმა 13 დეკემბერს მიიღო.